მილიარდების ინვესტიცია და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა. დიმიტრი მედვედევის ბუენოს-აირესში პირველი ვიზიტის დროს რუსეთსა და არგენტინას შორის 10-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს ბუენოს-აირესში ისტორიული მოვლენა უწოდეს და დიმიტრი მედვედევს განსაკუთრებული დახვედრაც მოუწყვეს. ჩვენ თითქმის მივახციეთ ისეთი პერსპექტიული პროექტების პრაქტიკულ რეალიზაციას, როგორიცაა სამშვიდობო ატომი, კოსმოსური საკითხები, ელექტროენერგია და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთსა და არგენტინას შორის დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში რუსეთი არგენტინას არა მარტო ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში დაეხმარება, არამედ დახმარებას აღმოუჩენს დანგრეულ სარკინიგზო ქსელის აღდგენასა და არგენტინაში ახალი ატომური სადგურების მშენებლობაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე და მოხარული ვართ, რომ რეგიონში მსოფლიოს ისეთი დიდი აქტორი იმყოფება, როგორიც რუსეთია მისი მდიდარი ისტორიით, განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა ქრისტინა ფერნანდეს დე კიშნერმა. დიმიტრი მედვედევს ბუენოს-აირესში სიურპრიზიც მოუწყვეს. სპეციალურად რუსეთის პრეზიდენტისთვის ორკესტრმა რუსული მუსიკა ტანგოს თანხლებით შეასრულა. დიმიტრი მედვედევი ბუენოს-აირესს დღეს დატოვებს და არგენტინიდან ბრაზილიაში გაემგზავრება.